დღეს 23 ნოემბერია, მე გილოცავთ, პირველ ყოვლისა გილოცავთ 23 ნოემბერს, როგორც გიორგობა დღეს. გიორგობა დღეს მოსალოცი ამბავია და გაივლის კიდევ 10 წელი, 100 წელი, 100 წელი, 1000 წელი და რასაკვირველია გიორგობას მიულოცავთ, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩემი მოსაზრებით, რომ ჩვენ გაივლის კიდევ 10 წელი თუ 100 წელი ერთმანეთს მიულოცოთ ვარდების რევოლუციის წლისთავი. დღეს ვარდების რევოლუციის 22 წლისთავია. რა მოხდა 2003 წლის 23 ნოემბერს, რა დააკორუმპირებული. არ მინდა ვთქვა, რომ რუსეთისკენ ესე ცალმხრივად მიმავალი, მეთქი უფრო ბიზინა ივანიშვილს ვადევნებთ ახლა თვალყურს, ხო? მაგრამ ესეთი ამბივალენტური, ორსკამზეჯნობის მსურველი, დაბალანსების მსურველი ედუარდ შევარდაძის ხელისუფლება, რომელიც ყველაფერთან ერთად იყო კორუმპირებული და კორუფციაში იყო ჩაძირული ქვეყანა, ხელისუფლებიდან წავიდა. ვარდების რევოლუციის შედეგად რასაკვირველია, სჯობდა, რომ მანამდე ჩატარებული არჩევნები ყოფილიყო სამართლიანი და რევოლუცია როგორც ასეთი ჩვენ არ დაგვჭირვებოდა, მაგრამ ასეთია ჩვენი ისტორია, მას ვერსად გავექცევით და კარგი ამბავი მოხდა, რომ 2003 წლის 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, ის ამბები დაგვირგვინდა, არა დაგეგმილი, ეგრა მაგის პასუხია, არა მომზადებული, არა დატრენინგებული ხალხის მიერ მოწყობილი რევოლუციით, არამედ ეს სპონტანურად მოხდა ეს რევოლუციები როგორც წესი სპონტანურად ხდება ხოლმე და შევარდაძესთან პარლამენტის სააქტო დარბაზში კი დარბაზში შევარდა მიხეილ სააკაშვილი ვარდით ხელში, შევარდაძემ დალია ჩაი, მერე შევარდაძე დაიბარა, შეხვედრას თხოვა სააკაშვილს, შვანიასა და ბურჯანაძეს, მერე აქ იყო ჩამოსული ივანოვი გაფრინდა ბათუმში მოსალაპარაკებლად და შევარდაძემ ამასობაში ზუსტად თქვა, სად მიდიხართ ბატონო ედუარდო და მან თქვა, რომ სახლში მივდივარო და მე ცხადი არ ვაქებ საქართველოს მეორე პრეზიდენტს, მეცაც გეტყვით ის სრული ანტიპოდია პირველი პრეზიდენტისა, ჩვენი რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტისა, მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ იმ მომენტში ყოველ შემთხვევაში ითამაშა უსწორესი როლი, გადადგარა და პირში ჩალა გამოვლებული დატოვა პირველ ყოვლისა რუსეთი, რომელსაც სხვაგვარად სურდა პროცესების განვითარდება, გაგიკვირდებათ და ამიტომ ამ რევოლუციას ყავს სასაკვირველია მთავარ ავტორი მიხეილ სააკაშვილი, მთავარ თანაავტორები წვებიც ნინო ბურჯანაძე და აზგარდაცვლილი ზურაბ-ჟვანი, ისევე როგორც ყველა პრაქტიკულად მუსიკოსების ჩათვლით, მათ შორის 2-3 ჩემი მეგობარია, მაგრამ გარდა ამისა ყავს კიდევ ერთი ავტორი, რომლის როლის თითქოს არ არის გამოკვეთილი, ეს არის შევარდნაძე. და მე მას არ ვაქებ, მაგრამ იმ მომენტში აქ გითხარით, მან ძალიან დადებითი როლი ითამაშა. მეთქი ვარდების რევოლუცია განსაკუთრებით პირველი 3 წელი ბუშის ჩამოსვლის ჩათვლით, პირველი 4 წელი თუ გნებავთ ასე ვიტყვი 7 ნოემბრამდე მეთქი, ვიტყვი ასე, ძალიან კარგად ვითარდებოდა ვარდების რევოლუცია, ამკვიდრებდა დემოკრატიულ საქართველოსაც ქმნიდა, რეფორმისტულ საქართველოსაც ქმნიდა და ასე შემდეგ. მაგრამ 7 ნოემბერმა თითქოს ყველაფერი ჩაფუშა, იყო თუ არა 7 ნოემბერი ახლანდელი გადააზრებით. და მაშინაც ალბათ ასე უნდა გადააგეაზრებინა სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ მათ შორის მაშინდელი ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები, რომლებმაც ძალას გადაამეტეს, მოდი ასე ვიტყვი, ან მონაწილეობდნენ ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები, რომლებიც კონტექსტს ვერ კითხულობდნენ და გადაძაბეს და საბოლოო ჯამში ეს აღმამავალი ქვეყანა ნაწილობრივ მაინც შეჩერდა 7 ნოემბრის შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ რასაკვირველია ეს იყოს რუსული სპეცოპერაცია საქართველოს წარმატების გზაზე მდგომი საქართველოს წინააღმდეგ. ამას ეს არის 7 ნოემბერი, მოხდა 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, მოხდა ამავე დღეს, ანუ 5 იანვარს რეფერენდუმი ნატოს თაობაზე და ეს რეფერენდუმი ნატოს თაობაზე კი არის ქვაკუთხედი, კი არა საძირკველთა საძირკველი არგუმენტებისა, რომლებიცაც ჩვენ შეიარაღებულნი ვართ, ჩვენ გვინდა ნატოს წევრობა და ამას ვერ ხევს ბიზინა ივანიშვილი, ვერ აუქმებს. შეიძლება უნდა, მაგრამ ვერ აუქმებს. მერე იყო აპრილის სამიტი ნატოსი, 4 აპრილს და მერე იყო ომი. ომის შემდგომ და ჩვენი ტერიტორიების დამატებითი ოკუპაციის შემდგომ ვარდების რევოლუციის იდეალები რასაკვირველია იდეალებად დარჩა, მაგრამ ომით და
და ტრამპმა მიღებულმა ხელისუფლებამაც ბევრი რამ ვერ გაქაჩა მეთქი და ძალიან რთულიც იქნებოდა ხო ამერიკელების და დასავლეთის თანადგომა იყო მაგრამ არა ისეთი როგორიცაც ისურვებდა კაცი და გაძლიერდა ერთი ხანობა იყო მორატორიუმი და მერე უკვე ეპროგო კრიტიკაზე და მერე იყო გაძლიერდა ზეწოლა რუსეთიდან წამომსული უმრავლეს შემთხვევაში კი არა პრაქტიკულად ყოველთვის და 2012 წელიც აკი ამიტომაც მოხდა ეს იყო ლახვარი ვარდების 2012 წლის 1 ოქტომბერი ვარდების რევოლუციის ზურგში ვარდების რევოლუციის როგორც ფენომენის ზურგში ჩაარტყა დანა რუსეთმა ოღონდ იმ ხანად ბევრმა ჩვენგანმა პირველ რიგში ვიტყვი ვერ გაიაზრა ეს ყველაფერი დიახ ის რაც ხდებოდა 12-დან მაგალითად 16-მდე და რაც ხდება 16-დან დღევანდელი დღის ჩათვლით 18-დან დღევანდელი დღის ჩათვლით ეს არის ვარდების რევოლუციის მკვლელობის ცდელობა რუსეთის მიერ და მე უფრო შორსაც მივდივარ ეს არის 1991 წლის 9 აპრილის ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადება დამოუკიდებლობის დღის დამოუკიდებლობის როგორც ასეთის საქართველოს რესპუბლიკის როგორც ასეთის მკვლელობის ცდელობა წარმატებული არ არის ეს ცდელობა, მაგრამ გვარიანად კი დაგვჭრა რუსეთმა, ბიზნა ივანიშვილმა პირველ ყოვლისა დაჭრა ჩვენი სახელმწიფოებრივი ორგანიზმი მეთქი. ვიტყვი ასე, უშვებდა თუ არა შეცდომას ვარდების რევოლუციის ხელისუფლება, რა საკვირველია, უშვებდა შეცდომას კი არა. აქვე ვიტყვი რომ შეცდომებზე მეც შეცდომიდან დანაშაულამდე არსებულ მდგომარეობას კი არ ქმნიდა რაც საერთოდ შეიძლება მოიფიქროთ. არა, დანაშაულებსაც ჩადიოდნენ მისი ცალკეული პირები და რა მნიშვნელობა აქვს, რა არგუმენტით ჩადიოდნენ ამ დანაშაულს, იმიტომ რომ ხელისუფლება უნდა იყოს კონსოლიდირებული, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია არის რუსული და მისი განადგურება არის აუცილებელი. არა, ეს არგუმენტები ლოგიკური არის თითქოს, მაგრამ დემაგოგიურია. რა მნიშვნელობა აქვს შეცდომებს კი არა დანაშაულებს რა არგუმენტით იყო ეს დანაშაულები ჩადენილი დანაშაულები იყო ჩადენილი და ესეც არის ერთ-ერთი საბაბი და არა მიზეზი 2012 წლის 1 ოქტომბრისა რომელიც იყო კვლავ მეორე კონტრრევოლუცია და ამას ხედავთ ყველანი ისინიც ხედავენ ბევრი ყოველ შემთხვევაში ვინც საწყის ეტაპში 12-ში 14-ში თუ გნებავთ ეს ყველაფერი ვერ დაინახა სინანულის გზნობა დაგეუფლება კაც იმიტომ რომ გინდოდა გამოსულიყო უკეთესი და გამოვიდა არა როგორც ყოველთვის რაც გამოგვდის ხოლმე არამედ გამოვიდა უარესი მრავალი კუთხით ყველა კუთხით რასაც ჩადის ივანიშვილი ეს არის ღალატი ქართული სახელმწიფოსი წარსული საწყოსი და მომავლისა ეს არის დანგრევა მთლიანად ქართული სახელმწიფოს ორგანიზმისა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არ ანგრევდნენ მაგრამ იქ იყო პოტენციალი რომ გამოგესწორებინა ბჟუტავი იმედი ხავსი თუნდაც მაგრამ აქ ეს იმედიც კი როგორც ასეთი არის მოსპობილი არსებული რეჟიმის მიერ და მთავარი რაც არის და ან მთავარი შესაძლოა სულაც არა მაგრამ ეს არის ერთი დიდი სინდიკატი ამ სინდიკატის თავკაცი არის ბიზნაი მაფიის თავკაცი არის ბიზნა ივანიშვილი ქართულგვარიანი რუსი კაცი ოლიგარქი რომელმაც გარყავნა მოქალაქე აი ახლა უცნაურ რამეს ვიტყვი გარყავნა შერყავნა მოქალაქეები აი ისე თავისიანები ხო გარყდა 99 დეპუტატი მინისტრები მინისტრების მოადგილეები მომხრეები ექსპერტებად წოდებულები და ასე შემდეგ ზოგს კომპრომატები ამოუგდო და დაუდო ზოგს ფული მისცა აჩუქა და ეს ჩაიწერა ზოგი ისე გადაიფსკონა და ზოგი ისე დაივალდებულა და ეს სისტემა არის პატარა არ გეგონოთ საკმაოდ დიდი ხეა ესე ფესვგადგმული ხეა ბიზნა ივანიშვილის მიერ შექმნილი ყველა ჭანჭიქიც კი ყველა პატარა განშტოე პოტიც ხო პოტი თუ ფესვის ღეროც კი არის ამ სისტემის ნაწილი ბიზნა ივანიშვილი გასულია ჩასულია ლამის არც არ ვაკნინებ ცხადია მაგრამ ლამის მემონტაჟეებამდე ტელევიზიებში ლამის ხმის რეჟისორებამდე რადიოებში და ლამის ჟურნალისტებამდე ნამდვილად ჩასულია. აი ეს ამ სისტემაში როცა მოექცევი თავდაღწევა არის ძალიან რთული. თავარი არის რომ როგორღაც მათ შორის მიუხედავად იმისა რომ გაქვს ეს სურვილ-უკები რომ კმაყოფა
დაკმაყოფილებული იყო, რომ კონდეს სტაბილური შემოსავალი და მუდმივი დიდხნიანი შემოსავალი, რაც შენ გაშენებინებს სახლს, გაშენებინებს აგარაკს, გაძენინებს შეიზერ ხოლმე მანქანას, ავტომობილს, გაქვს შესაძლებლობა დაისვერო წელიწადში პირობითად 3-ჯერ, 5-ჯერ და ასე შემდეგ და ხანდახან შეიძლება ქველმოქმედებ კიდეც გადაურიცხავ ვიღაცას თანხას და ამით გულსაც იმშვიდებ და მე ახსარებას რო აბარებ, ამასაც ამბობ, რომ აი მე ესე კარგად მოვიქეციო, ამ სისტემის ნაწილი თუ ხარ თავდაღწევა, უკვე შემდგომ ამ სისტემიდან პრაქტიკულად წარმოუდგენელია და ამ სისტემაში გააერთიანა ბიზინა ივანიშვილმა, რასაკვირველია, ისი სუსის და ბანდიტების მეოხებით ძალისხმევით უკლებლი ყველა არასწორი სიტყვა არასაკვირველია, მაგრამ ყველა, ბევრი, მასწავლებლები, ექიმები, მასწავლებლები და ექიმები, რომლებიც ტროლები არიან, მასწავლებლები, ექიმები, კულტურის სფეროს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ყველა მეთქი ამას ვამბობ ხო, ყველა პრაქტიკულად, სამხედროები, გაგიკვირდება, საუცხაროა, ჩემთვის გულსატკენია ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც სამხედროები, სხვადასხვა არა მხოლოდ ისინი, ვინც ღიად არის ბიზინა ივანიშვილში, არამედ ისინიც, ვინც ვითომ დაუპირისპირდება ბიზინა ივანიშვილს. ოღონდ როგორც ბჭყალებში ჭკვიანია აგენტურა, ისინი თვითლუსტრირებას არ ახდენენ ჯერჯერ ამ ეტაპზე მაინც ყოველ შემთხვევაში და გამოხდება ხანი და იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ასე რომ ამბობენ ხოლმე ყველაფერს დაერქმევა თავისი სახით. ახლა მე გაჩვენებთ ერთ ვიდეოს, რომელიც არ ეხება ბიზინა ივანიშვილს, რაც ბრძანებთ, ბიზინა ივანიშვილზე კი აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილზე ვლაპარაკობთ ჩვენ სულ. თითქოს მხოლოდ ბიზინა ივანიშვილში იყოს პრობლემა და არის ბიზინა ივანიშვილში პრობლემა, განა არა, მაგრამ ჩვენშიც არის პრობლემა ადამიანებში, რომლებაც ამ წუთიერი კმაყოფები ვარჩიეთ იდეალებს, რომლებაც ამ წუთიერი სიამტკბილობები ვარჩიეთ თავისუფლებას. ჩვენშიც არის პრობლემა, რომლებიც გადავეხლართ ერთ პირველ პირში ვლაპარაკობ, ასე, მაგრამ ალბათ მესამე პირის ჯობს, ხო? ასე გადაეხლართნენ ისინი, ან მეორე პირში ჯობს, გადაეხლართეთ თქვენშიც თუ ჩვენში, მათში, მოდით უგდებათ მესამე პირში, თქვათ მათშიც არის რასაკვირველია პრობლემა და მე გეტყვით, ვისშია პრობლემა. მე ახლა გავხსნი ერთ ლინკს. ამ ლინკში ამ ვიდეო ხმას მოგასმენებ, შეიძლება მოვატრიალო კიდეც ტელეფონი. ისმის ერთი ცნობილი ხმა, ერთი კი არა, ორი მგონი. შესაძლოა ერთი არა აქ ამას მნიშვნელობა. ცნობილი ხმა, რომელიც ამ სფეროში და ღიათაც გეტყვით, რასაკვირველია, ვიდრე გავხსნით, ეს ჟურნალისტიკაში არის ათეული წლებია. ბევრს მოსწონს, ბევრს მეგობრობს, ჩემი მეგობრების მეგობარიც არიან თუ არის ეს ადამიანები არიან. ხო, თუ ორი ხმა აღარ მახსოვს სიმართლე გითხრათ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მეც ვიცნობ შორიდან, მეთქი ასე ვიტყვი. რასაც წარმოთქვამს ეს პატივცემული ჟურნალისტი, წამყვანი, ავტორი ერთ-ერთი გადაცემის, რასაც წარმოთქვამს, ამაში ეს არ არის მისი დაწერილი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, მე როცა ვამზადებ ჩემს ტექსტს, ცუდს კარგს და მნიშვნელობა აქვს, ვისთვის მოსაწონს, ვისთვის დასაწონს, ის ჩემი ტექსტია. ვერავინ, აი ფორმულაში მაგალითად, ხო, ვერავინ ვერ ერევა ამ ტექსტში, იმიტომ კი არა, რომ მე გენიალურად ვწერ, არა, გენიალურად არ ვწერ. ჩემზე კარგად ბევრი ჟურნალისტი წერს, მაგრამ ჩემია და მხოლოდ ჩემი. როცა გიორგი თარგამაძე წერს, მისია და მხოლოდ მისი. როცა სოფო ზურაბიანი წერს, მხოლოდ მისია და მისი. ვახოსანაია, ნინო ჟიჟილა, ჩვენ ავტორები ამა თუ იმ გადაცემისა, მათ შორის საინფორმაციოს ჩვენია. რასაც ეხლა მე მოგასმენებ, იმ შემთხვევაშიც თუ ავტორი იმ ტექსტისა ეს კონკრეტული ადამიანია, ესე იგი ეს ადამიანი მომიტევოს მან და twin, არ მინდა თქვა ნაღრძობი არის მეთქი, მაგრამ twin მოკლედ არ მინდა ამ სიტყვის წარმოთქვა, ამიტომ კულტურულად ვიტყვი, ის უკვე გადახლართულია ბიზინა ივანიშვილშია. ეს ტექსტი, მისი აქცენტები, ყოველი აპოსტროფი, ყოველი მახვილი, ხო, არის მადასტურებელი, რომ ხელისუფლებაშია, მას უნდა აესტკა უკაცრავად რუსულიზა თვეში, არ ვიცი, 6 თვეში ორჯერ, 3 თვეში ერთხელ შესაბამისად. ხო, მას უნდა აგარაკი. შეიძლება არა, ხა მე ხო არ დავუთვლი ხა ქონებას, რა უფლება მაქვს, ხო, აცუდათ ისუქრიათ, მაგრამ ესენი ხომ ახდენენ გავლენას საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე. მოусმინოთ ხა მეც რომ ბევრი არ ვილაპარაკო, ხმას მოგასმენებთ, მე კი აგიგიხრათ. უკრაინის ურთულესი არჩევანი სადამდე მივიდა ქვეყანა რუსეთთან ომის 4 წლის თავზე იმის
სადამდე მივიდა ქვეყანა რუსეთთან ომის 4 წლის თავზე ამბობს ნათია ლაზაშვილი ნათია სადამდე მივიდა ქვეყანა და თავისუფლების შენარჩუნებამდე აქცენტი რუსთავიორის წამყვანის არის ამგვარი რომ რუსეთთან არ უნდა ეომა 2022 წლის 24 თებერვლიდან ამას გრძნობთ ეს შეიძლება იგივე სიტყვები წარმოთქვას ზუსტად იგივე არ ვიცი რამდენად სწორია მაგრამ სოფო ზურაბიანმა მაგრამ იქ არის დანანებას რა მტკივნეულია 4 წლის განმავლობაში რა დიდი ბრძოლები გამოიარა უკრაინამ ასე იტყვის სოფო ზურაბიანი თუ ამშლობა გირაკ მიტაბლიაშვილი სადამდე მივიდა ეს არის პაპუაშვილის ეს არის ირაკლი კობახიძის მიდაკი ამიტომაც მგონია რომ ეს ამ ტექსტის ავტორი არ არის არც ნათია და არც მისი ნაწამყვანი აკულია დათო რომელს მაღალი ალბათობით ამბობს იმიტომ 10 წუთიანი 10 წუთიც კი არ მოგასმეინებთ მე ამ ვიდეოსი მაგრამ ეს არის ესე ეხლა მოусმინოთ და მე დავამთავროთ პრინციპში ვიდეო რომ ქალაქები მიწასთან არის გასწორებული და ვინ თქვა რომ მიწასთან არის გასწორებული მიწაში ასეულობით 1000 უკრაინელი მიწაში არის ასეულობით 1000 უკრაინელი კი არა მიწაში არის ასეულობით 1000 რუსი ეს უნდა ვთქვათ მაგრამ აი ეს ქნაბი ზიდა ივარიშვილმა ნახეთ ვარდების რევოლუციის დროს არსებული აი 12 წლის 9 წლიანი მმართველობის 10 წლიანი მმართველობის პერიოდში მედიაგან არ იყო დამონებული მაგ დამონებული და დაჩაჩანეკებული დამონებული შეიძლება ხმამაღლა თქვა სიტყვა დიახ ერთი ხმაში ლაპარაკობდა მაშინაც მაგრამ არ სვამდა აქცენტებს უმრავლეს შემთხვევაში რუსულს და ეს უმრავლეს შემთხვევაში კი არა რუსულს დამონებული თუ დაჩაჩანაკებული მედია არ სვამდა ანტირუსულს სვამდა ანტირუსული აქცენტები აქ არის მუდმივად რუსული აქცენტები უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს ან ღირსების ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი ეს თქვა ზელენსკიმ კი 28 პუნქტი ან უკიდურესად რთული ზამთარი უკრაინის პრეზიდენტი აღიარებს რომ ქვეყნის ისტორიაში ახლა ერთ-ერთი მძიმე ზეწოლა ხდება რაც გამოწვეულია დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმით ტერიტორია თითქოს ყირიმი ლუგანსკი და დონეცკი იქნება რუსეთის ნატოზე უარი და ნატოსგანაც მკვეთრი უარი ჯარის განახევრება ახალი არჩევნები 100 დღეში ხა ისიც როგორ შტაბეჭდილება არჩება რომ ეს ნიუსის წამყვანი კი არ არის ხო თითქოს ახალ ამბავს გადმოგცემს თითქოს ლაზაშვილ ნათიას უფრო ზუსტად მის ნაჩალნიკებს უშუალოდ რუსთავი ორში თუნდაც ეს ყველაფერი უხარიათ და ეგრამაგის პასუხი ერთი აქცენტით ამ რუსთავი ორის მის ნაჩალნიკებთან სამწუხაროდ ჩვენი მედიის ოპომედიის კრიტიკული მედიის ცალკეული წარმომადგენლები მეგობრობენ და ავისი მე მეგობრობა ღირებულებების ერთგული ერთღირებულებებზე მყოფი ადამიანების ურთიერთობაზე უნდა იყოს დაფუძნებული ხო მეგობრობა რასაკვირველია ასე მგონია მე ვარდების რევოლუციის წლის თავს გილოცავთ გიორგობას გილოცავთ და ურუსეთო საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებ ნათია ლაზაშვილს საკუთარ თავსაც რასაკვირველია ნახვამდის